სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, იმიტომ რომ როგორც თქვენ გახსოვთ, ბატონი გურგენიძე ამბობდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს ვერ გავხდებითო, საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროდან და თვითონ გურგენიძე წულუკიანის კომისიაზე ითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოთ. რაც შეეხება ერთლარად შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება, ჩვენ არაერთხელ სასამართლოში შევიტანეთ, გავასაჩივრეთ ეს, თუმცა ყველა რეაგირება მას არ ქონია. ეს ქონებები თვითონ გურგენიძეც აღიარებს და მისი პროექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო რამოდენიმე მილიონად შეძენილი თავის დროზე, როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღიაო, ეს ლოგიკურია, წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ეს ქონებები და შესაბამისად ფული შევიდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს ქონებები იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება, არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასოდეს GPI არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას, ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა. ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი ბევრი ქონება აქვს, რომელიც ასევე მოულელია და გუშინ პრემიერ-მინისტრიც აღნიშნა, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაში არის ინფრასტრუქტურა უნივერსიტეტების ჯერ იმ შენობებს მოუვარონ, რაც ჩაბარდათ, რაც უზრუნველყოფით გადასცა ეკონომიკის სამინისტრომ. მტკიცებულებების მხრივ ვერაფერს ვერ წარმოადგენენ, ესეთი რამე არ არსებობს. შენობების წარმართების პერსპექტივას ვერ ხედავ ამ